როდის ჩაიტარეთ ატლას პროფილაქს პროცედურა? ერთი თვის წინ ჩავიტარე. და რა ჩივილებით მოხვედით? ქონდა კისრის დაჭიმულობა ძალიან ძლიერი, ისე რომ აი ძილის დროსაც კი ვერ პოულობდი პოზას, როგორ დამედო თავი ბალიშზე. ძალიან მიჭირდა ხელების თავისუფლად მოძრაობა და მხრების, ბუნებრივია ეს ხერხემალიც კიოდა. და ეხლა აბსოლუტურად გათავისუფლებული მაქვს კისერი, ძილი მომიწესრიგდა, დამშვიდი, დავწნარდი, ნერვები მშვიდად მაქვს. ფეხზე მქონდა სხვათა შორის, რომელ მხარეს ვიყავი გადახრილი, მარჯვენა მხარეს მქონდა გარქოვანება დიდი, რომელსაც ვერაფრით ვერ ვიქრობდი. და აი ახლა ვატყობ, რომ ნელ-ნელა ეს გარქოვანებაც მიქრება. და რეაბილიტაციის პროცესი როგორ წარიმართა? პირველი კვირა მქონდა რეაქციები, ცოტა ტკივილის შეგრძნებაც მქონდა თეზოს უკანა მხარეს. სიარული ცოტა უჩვეულო გამიხდა, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა გადის. და აშკარად გრძნობ პოზიტივს, აშკარად ენერგიის მოზღვავებას აწვრთნობ და თავარია რომ აი რაღაც სიცოცხლის სურვილის ესეთი მძაფრი შეგრძნება გამიჩნდა. ძალიან კარგი. გისურვებთ მომდევნო დღეებშიც, თვეებშიც და წლებშიც გაგრძელებული იყოს ეს პროცედურა. ესევე წარმატებებს გისურვებთ ამ მადლიერი საქმისთვის.